ჩვენი ჟურნალისტი ელენე მირიანაშვილი კახეთში ჩავიდა ესტუმრა ადამიანს, რომელიც ცლებია ლურჯი და ვარდისფერი მოცვის ჯიშებს ქოთნის პირობებში ზრდის და ახარებს. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს გქონდეს ასეთი ქოთნები სახლში? მოდით ახლა ერთად სასარგებლო რჩევებიც მოვისმინოთ, როგორ მოვიყვანოთ ეს კონკრეტული მცენარე. დილამშვიდობის ელენე, როგორ გაინტერესებს? დილამშვიდობისა საქართველო, მე კახეთის რეგიონიდან, უფრო კონკრეტულად კი ველისციხიდან მოგესალმებით. ივნისისთვის რაც იმას ნიშნავს, რომ მოცვის კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული და როგორც ხედავთ, მეც აქტიურად ჩავერთი ამ ამბავში და აღმოვაჩინე ადამიანი, რომელსაც ლურჯი მოცვი მოყავს ქოთნის პირობებში. თქვენ ახლა ჩემს ზურგს უკან და ჩემს გვერდით სწორედ მის შემოქმედებას ხედავთ და ახლა სწორედ ამ ადამიანთან უნდა გადავინაცვლოთ. ეს გახლავთ აგრონომი ვალერი გორგიშელი, რომელიც დილიდან ჩვენთან ერთად არის და უკვე საქმეშია ჩართული, როგორც ხედავთ. დილამშვიდობისა. გამარჯობთ, მოგესალმებით. რომ ავუხსნათ მაყურებელს, ახლა რას ვაკეთებთ და ვეცდები, რომ ეს თქვენთან ერთად ჩავერთო პროცესში. ჩვენ ამ წუთისთვის ვსხლავთ მოცვის ნერგს, კერძოდ ტროპიკალ ბლუს, რომელიც არის ძალიან საადრეო. მან უკვე მოგცა ნაყოფი, მორჩა მისი კრეფა, მაგრამ აქ შერჩენილი არის მეორედი ნაყოფები, მეორედი ყვავილობის შედეგად წამოსული. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ამ ეტაპზე მას შევუცვალოთ ქოთანი. აღნიშნული ქოთანი არის 30 ლიტრიანი, საკმაოდ პატარა არის და უნდა გადაინაცვლოს თანამედროვე იარპოტში, რომელიც ჭკვიანი ქოთანია. და უშუალოდ ლურჯი მოცვისთვის არის შექმნილი უნდა ითქვას. მე მგონი დროა რომ გადავიდეთ უკვე პროცესზე თვითონ და რაღაცაად ვეცდები რომ მეც ვიყო ამ ყველაფრის თანამონაწილე. თან მოგვიყევით სანამ უშუალოდ აი ამ დიდ ქოთანში მოხვდება მოცვი, რა ეტაპებს გადის და როგორ მოდის აი ამ სახემდე. პირველად მთავარი ეს არის რომ სწორად იქნეს ნერგი შერჩეული, სწორად იქნეს ჯიში შერჩეული. მოვაჭრით აი ამ ტოტები რომლებიც უკვე დიდი არის, ცოტა მობერებული უნდა ითქვას. მაგრამ ჩვენ თუ გადავიტანთ ამ ტოტებით ამ ქოთანში ამ პერიოდში ეს არ იქნება მისთვის სასარგებლო. ესე იგი ეს შემიძლია ამ ადგილას თქვენც დამეხმარეთ. კი ბატონო, კიდევ რომელი შემიძლია? ბაზალური ნაზარდები აი აქ გადაიჭრას. ამ კუთხეში, დიახ. ბატონო, აი აქ ქვემოთ გადაჭერით, ქვემოთ აი აქ გადაჭერით. ამ ახალ ნორჩ ტოტებსაც ვაჭრით იმისთვის, რომ უფრო მძლავრი ამონაყარი ქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მას ფოთლებს დაუტოვებთ, ფოთლების გარეშე ფაქტიურად ხდება მისი გახარება, კი ბატონო, და შემდგომ ისე გადავიდანთ. ქოთანში მოთავსებული არის, ჩაყრილი არის ტორფი, დიახ, და მჟავე ტორფი. აღნიშნული რამდენ ხშირად არის საჭირო მისი მორწყვა მაგალითად? ლურჯი მოცვისთვის აუცილებელი არის, ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ ნიადაგი მუდმივად კონდეს ტენიანი. არ სჭირდება არც ბევრი მორწყვა, ჭარბიწყალი და არც უწყლოობა. აი რა რაოდენობა არის საჭირო და რამდენ ხანში ერთისთვის, რომ ავიღოთ 82 ლიტრიანი ქოთანი, დღეში 2 ლიტრი წყალი ვეგეტაციის პერიოდში და აქტიური სიცხის პერიოდში აბსოლუტურად საკმარისი არის. საინტერესოა მზეს რამდენად იტანს ეს მცენარე და რა სიხშირით უნდა მოვახვედროთ მას მისი სხივები. ჩვენ სპეციალურად შერჩეული გვაქვს სამხრეთის ზოლის ჯიშები, რომლებიცაც უფრო მეტად სითბოს მოყვარული მცენარეები არის და უფრო მეტად ეგუება შუქს. ნებისმიერ სურვილს შესაძლებელია აივნის პირობებშიც, მაგალითად სოფლებში ან თუნდაც ქალაქებში მოიყვანონ თავიანთ აივანზე დარგან ეს სცენარეები და შემდგომ მოხდეს მათი კულტივირება აივანზე, მიიღონ ნაყოფი. ამასობაში მე მგონი ჩვენ დავასრულეთ პროცესი. მადლობა სასარგებლო რჩევებისთვის, დაგემშვიდობებით და მე მაყურებელს შევახსენებ, რომ კახეთიდან გიერთდებოდით და ვისაც გსურთ, რომ თქვენ საკუთარ ეზოში ან აივანზე გქონდეთ თქვენივე საკუთარი მოცვი, თურმე შეგიძლიათ რომ მოიყვანოთ ქოთნის პირობებში ძალიან მარტივად ბატონი ვალერის რჩევების გათვალისწინებით. მე დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.